პირველი ჭიქის ემოცია მახსოვს. დალევს აბა რას იზავს, რეები აქვს გადატანილი. ცხოვრებაში ყველაფრის გადალახვა შეიძლება რა. ხიზელ გონებაზე. აღარ მინდა რომ ვინმე მთქვას, რომ უბედური გიორგი. არა, დღეს მაქვს მოტივი ერთადერთი, რომ ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო. მე დღეს ვარ ცოცხალი, დღეს ვარ ხიზელი. გამარჯობა. რა მომენტში შემოვიდა დამოკიდებულება ჩემ ცხოვრებაში, რა საკვირველია, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს მომენტი გამომეპარა მე ცხოვრებაში რა. რა საკვირველია, დასაწყისი იყო გართობა ეს ყველაფერი, გართობა, თავისუფლების პოვნა და თავის დამკვიდრება. ლაღი და კარგი ბავშვობა მქონდა, სანამ შემოვიდოდა ნივთიერებები ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ნივთიერებებიც რომ შემოვიდა, შემდეგაც გრძელდებოდა ეს ყველაფერი. 10 წლის ვიყავი, როცა ძლიერი თავის ტკივილით გამეღვიძა და მოკლედ ყველას ეგონა რომ ვიყავი მოწამლული, წამიყვანეს საავადმყოფოში, გავითიშე სახლშივე, წამიყვანეს საავადმყოფოში და დიაგნოზი იყო, რომ გამისკდა თავში ანევრიზმა. მადლობა ღმერთს, რომ თვითონ ექიმებიც გაოცებულები დარჩნენ და ყველანი, რომ რეანიმაციიდან 1 კვირის თავზე საკუთარი ფეხით გამოვედი. ოპერაციიდან 2 წლის თავზე უკვე შემოვიდა ნივთიერება ჩემ ცხოვრებაში, შემოვიდა ის მდგომარეობა, რამაც გამანთავისუფლა ამ ყველაფრისგან რა. იყო ბავშვობის ტრავმები, იყო ბევრი ტკივილი. სკოლაში, ასე ვთქვათ, მე ვიყავი თავი და ორგანიზატორი ყველა მოხმარების, თუ არაფხიზლად ყოფნის და მეგობრებიც, მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი სამეგობრო მყავს, მაგრამ ამყვნენ ამ ყველაფერში და ჩემ შემთხვევაში ყველაზე მარტივი ნარკოტიკი იყო ჩემი არჩევანი რა, ალკოჰოლი. რომელსაც, არ ვიცი, ყველა ოჯახში იშოვი, ყველა მაღაზიაში იშოვი და არც აკრძალული ნარკოტიკია ეს და არც ის არის, რომ ვინმე დაგიშლის დაუშვათ. ანუ კაცი ხარ და უნდა დალიო მომენტი იყო. ყოველი ჭიქის აწევა სიკვდილ სიცოცხლეზე გადიოდა რა ჩემი, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე დიაგნოზი მქონდა. 23 წლიანი გამოცდილება მაქვს მოხმარების. ერთადერთი პაუზა მქონდა, როცა 16 წლის ასაკში ისევ თავში გამიმეორდა ეს შეტევა, ანევრიზმის შეტევა, უბრალოდ არ გასკდა თავში ეს ანევრიზმა და წავედი, ჯერ აქ ვერ გამიკეთეს ოპერაცია, წავედი ჯერ ერთ-ერთ კლინიკაში საზღვარგარეთ, 3 წელიწადში ჩავედი ჩეხეთში ისევ და გამიყვანეს ანალიზებზე, როცა დავბრუნდი ჩემთან პალატაში და ექიმი შემოვიდა, რომელმაც იკითხა, რომ თბილისში რითი უმკურნალეთო და ჩემმა მშობლებმა უთხრეს, რომ არაფრითო, რითი უნდა გვემკურნალოთ, თქვენი მეძე ვარ. აბა თავში აღარაფერი აღარ არისო, ყველაფერი მოგვარებულიაო და ჩემი პირველი კითხვა ექიმთან იყო იმის მაგივრად, რომ გამხარებოდა სიცოცხლეს ვაგრძელებდი, ესე იგი მე დღეიდან დალევა შემიძლია თქო და ექიმმა ჩემ დასაუბედუროდ დამიდასტურა, რომ დიახ, შენ დღეიდან შეგიძლია იცხოვრო ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმაო და პირველი რაც ვქენი, SMS-ი გამოვაგზავნე ჩემ მეგობრებთან, რომ მოვდივარ დამიცადეთო და აქედან დაიწყო ჩემი ჩაშვება და ფსკერზე ჩასვლა, ასე ვთქვათ რა. დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ტელევიზიაში, არ ვაბრალებ არც ტელევიზიას, არც სამეგობროს, არც გარემოს, საკუთარ თავს, რომ ხიზელი მე არ ყოფილვარ. ხიზელი არ ყოფილვარ, იმიტომ რომ თუ მეწყებოდა სამსახური დილის 9 საათზე, ვდგებოდი სპეციალურად დილის 7 საათზე, რომ გავსულიყავი გარეთ, მენახავ უბანში ვიღაც ნებისმიერი ადამიანი მომეხმარა და ისე წავსულიყავი გაბრუებული უკვე სამსახურში. ჩემ ცხოვრებაში იყო არაერთხელ ანტიალკოჰოლური კაფსულა თუ ნემსი, მაგრამ ამ დროსაც არ ვრჩებოდი ფხიზელი რა. არ ვრჩებოდი ფხიზელი, იმიტომ რომ აქ უკვე შემოდიოდა ჩანაცვლება. ჩანაცვლება, ასე ვთქვათ,
ესე რაღაცა ვითომ და სუბუქი ნარკოტიკით რა, არა და არაფერი სუბუქი მაგ ნარკოტიკს არ აქვს და ზუსტად ისეთი მძიმე შედეგები მოაქვს, რაც ნებისმიერ სხვა ნივთიერებას. ფუნქციაც დაკარგული მქონდა რა, პირობითად რო ვიცოდი რომ ვიღაც იყო წარმატებული ჟურნალისტი, ვიღაც იყო წარმატებული ექიმი, ვიღაც იყო წარმატებული მათემატიკოსი. მე ვიყავი წარმატებული მსმელი. როდესაც ადამიანს უყვებოდი ჩემს ისტორიას, ამ ოპერაციის ისტორიას და იძახდნენ რომ საწყალი იუყურა. ასე ვთქვათ, მეცახელს ესე მეძახდნენ და აი საწყალი იუყურას რო იძახდნენ, ვიყავი ყველაზე ბედნიერი. დალევს აბა რას იზავს, რეები აქვს გადატანილი რა. დღეს თუ ვარ რომ სამსახურში პირველი უნდა მივიდე, იმის გამო რომ უნდა მივიდე, მანამდე ეს მდგომარეობა არ იყო, არ მივიდოდი მანამდე, სანამ არ გავიბრუებდი თავს და რომ მივდიოდი უკვე რაღაც ნივთიერებაში ნარევის სითხე მესხა, რაც აუცილებლად ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო რა და ზუსტად ეს არის დამოკიდებულება ჩემთვის. დამოკიდებულება არის ის, რომ მეგონა რომ ვერც ერთ ემოციას ვერ გავმკლავდებოდი ფხიზელი. არც ერთი ოჯახის წევრი არ დამიკარგავს ისე რომ ეს ემოცია ფხიზელის მიმეღო. 3 შვილი მყავს, 3 გოგოს მამა ვარ. 3-ვე რომ გაჩნდა, ამას ყოველთვის ვამბობ რა და ყოველთვის ვიძახი რომ მეწმენ აქ ის 3 ადამიანი, მაგრამ ერთი სული მქონდა ქვევით როდეს ჩავიდოდი, სადაც ვიცოდი რომ მელოდა მოხმარება და ასე ვთქვათ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა ჩემთვის გამართლება, მაგრამ გამართლებულად მოვიხმარდი ის 2 კვირა პირობითად, რომ შვილი გამიჩნდა და მოვიხმარა ბა რას ვიზავ. დალევა აღარ იყო ჩემთვის მოლხენა და დროის გატარება. დალევა იყო ჩემთვის იმ სურვილის მოკლა და იმ შიშის დაძლევა, რომ არ მოვკვდებოდი. იმიტომ რომ ყოველ დილით რომ ვიღვიძებდი, ასე ვთქვათ, ნაბახუსევზე ზუსტად ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ არ დავლევდი, მოვკვდებოდი. და ამიტომაც ალბათ აეწყო ეს მდგომარეობა, რომ ყოველ დღე ნაბახუსევი ვიყავი და ყოველ დღე შიში მქონდა, რომ მოვკვდებოდი რა. იმაზე არ ვფიქრობდი, რომ სხვა დაავადებას შეიძლება მოვეკალი რა, ამ მოხმარებას შეიძლება მოვეკალი. მე ვითიშებოდი, ანუ ალბათ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეც, იმ დოზებიდან გამომდინარეც, რასაც ვღებულობდი რა. წავსულ ვარ პიჯაკში, მივსულ ვარ უპიჯაკოთ რა მოკლედ სახლში რა. ჩემთან ოჯახში ან ტაქსისტი რეკავდა რომ მოვიყვანე და ჩაეძინა, ან ვინმე ჩემი მეგობარი კარებთან მიმაყუდებდა, ზარს დარეკავდა და გაიქცეოდა რა. სხვანაირად მე სახლში არ მივსულ ვარ რა, თითქმის რა. არ იყო ჩემთვის პრიორიტეტი, რომ დამჯდარიყავი და ადამიანთან თან მესაუბრა და თან დამელია. იმიტომ რომ უფრო სწრაფად მინდოდა იმ შედეგის მიღება, სადაც მივიწევდი რა. და ამიტომ ვიყავი ესე ხო, ჩაკეტილიც, ემოციურადაც ჩახურული, იმიტომ რომ კომპლექსი მქონდა, რომ მე რა უნდა ვილაპარაკო. ბოლო ეტაპი მქონდა ცხოვრებაში, უკვე აღარავინ აღარ ნერვიულობდა ჩემზე. აღარც დედა მირეკავდა მოსაკითხად, აღარც ცოლი მირეკავდა, აღარც ძმა მირეკავდა, აღარც და მირეკავდა მოსაკითხად რა. ხელი ქონდათ ჩაქნეული ჩემზე და მანდ მივხვდი რომ რაღაცას ისე არ ვშვები, როგორც უნდა ვშვებოდე. და თან გარდა ამისა, საკუთარი თავის შეფუთული ყავდა ისე, რომ მოკლედ არ ვაღიარებდი რა პრობლემას რა, არც ვაღიარებდი პრობლემას და როგორც კი სიტყვას მეტყოდნენ, რომ არ შეიძლება გიორგი შენ რასაც აკეთებ, ეგრევე შედარებას ვიწყებდი, რომ მე რას მერჩით, აი შეხედეთ სხვა რას შვება რა და გადაბრალება და გაქცევა ისევ და იგივე მდგომარეობაში ჩაგდება თავის. ბოლო დღე მახსოვს ძალიან კარგად რა, სამსახურში მივედი, აი ხელის კანკალით, აგრესიული, ყველასთან აჩხუბარი, უამრავი ვალდებულებები აკიდებული და უამრავი პასუხისმგებლობები და
ერთადერთი სურვილი მქონდა, რომ მოვკვდარიყავი. ერთადერთი სურვილი. მაგრამ ესეც არ დგებოდა, მადლობა ღმერთს. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ მოკლედ რაღაც უნდა მოვიფიქროთო რა, აღარ შეიძლება ესეო და ჩვენს ერთ ბავშვობის მეგობარზე მითხრა, რომ რაღაც ცენტრი აქვს, სადაც იქნებს სცადო და მიხვიდეო. იქნებს სცადე და მიხვიდეო, რაზეც უზარმაზარი აგრესია შემომივიდა, ძალიან გაუბრაზდი და გაუთიშე ტელეფონი. გაუთიშე ტელეფონი, მაგრამ აქ ჩავარდა რაღაც ნაპერწკალი დახმარების და გზა დამანახა ამ სიტყვებმა რა. ოჯახში ძალიან ვიჩხუბე, რომ სად მიშვებთ თქო, ნარკომანებთან რა არის ჩემი საქმე თქო, ეგ განცდა მქონდა და მივედი და გავესაუბრე ამ ჩემს მეგობარს. პირველი ესე ინდივიდუალური შეხვედრა, რომელმაც მე ჯგუფზე წამიყვანა და სადაც მიმიყვანა და თქვა, რომ გაიცაინთ ეს ჩვენი ახალი მეგობარია გიორგი ალკოჰოლიკიო. რაზეც აი გულში წარმოუდგენელი რაოდენობის შეურაცხყოფა მივაყენე ამ ჩემ მეგობარს, რისთვისაც მას აქიდან უხდი ბოდიშს და ვიფიქრე, რომ აი ესენი უბრალოდ ჩემზე რა სიძახიან რა და ეს კონკრეტულად ეს ადამიანი ჩემზე ალკოგოლიკს იძახის თვითონ რა ცხოვრებით არის, ნაცხოვრებით. და დავჯექი, სადაც შემხდნენ, რომ კეთილი იყოს შენი მობრძანებაო, საუკეთესო ადგილაზე ხარ, მიყვარ ხარ და მჭირდებიო, უცბად ემოცია წამოვიდა ესეთი და წარმოუდგენელი რაღაც ჩაირთო ჩემ თავში. აი, სარეცხის მანქანა სრული, ან რატო უყვარდი იმას ვერ ხვდებოდი ამ ადამიანებს, ან რატო ვიყავი კარგ ადგილას მისული, ან რატო უნდა ყოფილიყო კეთილი ჩემი ფეხი იქ, ან საერთოდ რატო მილოცავდნენ იქ მოხვედრას, იმიტომ რომ ვიჯექი გარემოცვაში აბსოლუტურად უცხო ადამიანებში, რომლებიც იყვნენ ყოფილი მომხმარებლები თუ მოქმედი მომხმარებლები. მაგრამ უცბად პირველივე დღეს მქონდა ეს რა, რომ ადამიანმა დაიწყო რაღაცის გაზიარება და გავხედე და იმხელა იდენტობა დავიჭირე, რომ მანდ განცდა შემომივიდა, რომ უცბად ხო, არ ვიცი, ან იცის ჩემი ცხოვრება, ან მარტო არ დავიჯერო ამ დაავადების და ამ დაავადება არც ერქვა ჩემთვის ამ პრობლემის წინაშე. ანუ სხვა ადამიანებიც არსებობენ. პირველივე დღიდან ავიღე ის ვალდებულება საკუთარ თავთან, რომ რა რეკომენდაციასაც მომცემდნენ, ის რეკომენდაცია შემესრულებინა. ვერაფრით ვერ ხვდებოდი, რატომ უნდა გამერეცხა ის თებში, რომლითაც მე ვჭამე. მაგრამ დგებოდი და ვრეცხავდი. არ ვიცი, 2 კვირის თუ 3 კვირის თავზე იყო, დავჯექი, მივედი ჯგუფზე და ვთქვი, რომ გამარჯობა, მე გიორგი ვარ და მე დამოკიდებული ვარ, თქო და აქ მოვიდა წარმოუდგენელი ემოცია და წარმოუდგენელი თავისუფლების განცდა. ანუ რა მოხდა ჩემ ცხოვრებაში? ვაღიარე, რომ კი, ჩემი პრობლემაა და მე დამოკიდებული ვარ რა. პროგრამაში მისვლიდან 9 თვე იყო გასული. უკვე ისე ორ ფეხზე ვიდექი რა უკვე რა და საკუთარი თავის რწმენა მქონდა. დამემართა კოვიდი მოკლედ. კოვიდი დამემართა, გადამიყვანეს ბავშვებს რო არ გადასდებოდა, კოვიდ სასტუმროში გადავედი და იქ გადამიღეს კომპიუტერი ეს კატე თუ რაც ქვია და მოკლედ დაწერეს, რომ ფილტრები ნორმაშია, მაგრამ პანკრეასზე ცუდი ჩრდილები ჩანს და აუცილებლად გადაემოწმოსო. მოკლედ საკმაოდ ძიმე დიაგნოზი იყო რა ჩემთვის, მაგ დიაგნოზის მოსმენა წარმოუდგენელი იყო, პანკრეასის კუდის სიმსივნე დამიდგინეს რა. რა ვიცი, ამაზე მძიმე საკუთარ თავზე ვერ მოვისმენდი ვერაფერს ალბათ, მაგრამ მოვისმინე და ფხიზელმა მივიღე ეს ყველაფერი რა. წავედი თურქეთში და იქ კიდე უფრო მძიმე შედეგები დაგვთა რა. თელ მუცელში იყო სიმსივნე.
მეოთხე სტადია აგრესიული ფორმა და ერთადერთი სიტყვები მახსოვს ექიმისგან რა სასწრაფოდ საოპერაციოა ძალიან ცივი იყო ეს სიტყვები გაკეთდა ურთულესი ოპერაცია და ხო ამას ვიძახდი რა მთელი ჩემი ცხოვრება გადის ნივთიერება არაფხიზელი ყოფნა ან სამედიცინო დაწესებულება რა წელიწად ნახევარში ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ვეუბნები რომ მოკლედ თუ დიაგნოზი იქნა ისევ ცუდი რაღაც არ ვიცი ცნობა მქონდა თუ რა მქონდა თუ დიაგნოზი იქნება ცუდი აუცილებლად წავალ და დავლევ თქო ეს დათქმა შემომივიდა გონებაში რა გავიკეთე თურქეთში ანალიზები შევდივარ ონკოლოგთან რომელიც მეუბნება რომ არა აქვს ჩემთვის კარგი ამბავი ღვიძლზე ახალი 13 მეტასტაზია და პირველი რაც გავაკეთე ონკოლოგის კაბინეტიდან რომ გამოვედი წავიკითხე გულში ჩემთვის ლოცვა რომ ძალა მოეცა ღმერთს და დავრეკე იმ ადამიანთან ვისთანაც ეს დათქმა და პირობა დავდე რომ ძიმე პასუხის შემთხვევაში მე დავლევდი აუცილებლად და უთხარი რომ კი პასუხი ძალიან ძიმეა მაგრამ მე ვაგზელებ ისევ ხიზლად ყოფნას რა აუცილებლად და ბრძოლას ჩემი შვილები მოხმარების პერიოდში არასდროს იქ არ წამიყვანია, სადაც თვითონ უნდათ სასეირნოდ წასვლა. ანუ აი პირობითად მეტყოდნენ რომ გავისეირნოთ ძიურში, მე აუცილებლად მიმყავდა ვაკის პარკში, იმიტომ რომ იქ მეგულებოდა რომ რაღაცა ჩემთვის სახეირო სიტუაცია დამხვდებოდა, ან მოხმარების პერსპექტივა უფრო დიდი იყო ვიდრე მძიურში. დღეს სასეირნოდ რომ გამყავს ჩემი შვილები უკვე მათ არჩევანზე მივდივარ რა. მე ტყვიან ძიური უნდა მივდივარ ძიურში. ეს ყველაფერი წარსულია. ამაზე პასუხისმგებლობას ესე ვერ ავიღებ დღეს. არ ნიშნავს ეს იმას, რომ მე ვიხსნი პასუხისმგებლობას ამ ყველაფრისგან. მე ამ ყველაფერს ვისყიდი, ასე ვთქვათ, დღევანდელი ჩემი მდგომარეობით რა. დღეს მე ხიზელი ვარ 4 წელი და 7 თვეზე მეტია. ჩემი დაავადება ყოველთვის აქ კი არა, აი აქ არის ყოველთვის. ჩემზე წინ არის რა ყოველთვის რა. ჩემზე ადრე იღვიძებს, ჩემზე გვიან იძინებს. ალკოჰოლის მოხმარებაც კი ყველაფერი იყო შიშთან დაკავშირებული. და სანამ სახელი არ დავარქვი და სანამ არ ვთქვი რომ კი ეს შიში იყო. ამას მანამდე არ ეშველა რა.